ლუარსაბის გარდაცვალების შემდეგ ქართლის სამეფო ტახტი სვიმონ ლუარსაბის ძემ დაიჭირა. მამის მიერ დაწყებული საქმე მამაცმა შვილმა განაგრძო. მას ერთი წუთით არ შეუნელებია ყიზილბაშთა და სხვა მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლა და სიკვდილამდე არ უღალატია გმირი მამის წმინდა ანდერძისათვის. პირველ რიგში სვიმონი შეეცადა თბილისი გამოეგლიჯა ყიზილბაშთა ხელიდან და 1561 წელს გადამწყვეტი იერიშის მიტანა დააპირა. თბილისში მყოფ ყიზილბაშებს ყარაბაღის ბეგლარბეგი დაეხმარა. ყიზილბაშთა სარდალმა შეუმჩნევლად გაიარა ქვემო ქართლი და მოულოდნელად თავს დაესხა ქართველებს. საგუშაგოს მეთაური ფარეშა გერმანოზიშვილი აღდგომის ღამის წირვაზე წასულიყო მახლობელ სოფელში და როცა მტერმა ეს ადგილი გაიარა, უდარდელი ყარაული გადამწყვეტ მომენტს თავის საგუშაგოზე არ აღმოჩნდა. მტერმა ამით ისარგებლა და მოულოდნელად თავს დაესხა ციხედიც დაბანაკებულ ქართველებს. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. სიმონ მეფე თავის ლაშქართან ერთად მხნედ იბრძოდა. მრავალი მამულიშვილი დაიხოცა ამ ომში. მათ შორის კახთა მეფის შვილი გიორგი. მიუხედავად ყიზილბაშების დიდი ზარალისა, გამარჯვება მაინც მათ დარჩათ. მეფე სიმონი იძულებული გახდა ბრძოლით გაცლოდა მტერს და შიდა ქართლში წასულიყო. ამ ომმაც საქმე საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტა. მტერმა დაინახა, რომ ხმლით ქართლის დამორჩილება შეუძლებელია. ძველ ნაცად ხერხს მიმართა. მოსყიდვით თანდათან გადაიბირა ზოგიერთი თავადი. სამშობლოს მოღალატეთა შორის სიმონ მეფის ძმა დავითიც იყო. დავითმა ისტორიკოსის სიტყვით გასცა ძმა და ქვეყანა თვისი და 1564 წელს ყაზვინში შაჰ-თამას ეახლა. მოღალატე ბატონიშვილმა მაჰმადიანობა მიიღო და დაუდ-ხანად იწოდა. შაჰ-თამაზმა შეწყალებულ მოღალატეს ქვემო ქართლისა და თბილისის მეფობა უბოძა და ყიზილბაშთა ლაშქრით საკუთარი ძმის წინააღმდეგ გამოისტუმრა. მეტად აწუხებდა მეფესა სვიმონსა და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე. შეიყარა ჯარი მეფემან სიმონ და წარვიდა დაუდ-ხანზე და მოგვითხრობს ბერი ეგნატაშვილი. სამშობლოს მოღალატე ძმას მხნედ შეება სიმონ მეფე და ორგზის სასტიკად დაამარცხა. ზედიზედ დამარცხებულ დაუდ-ხანს 1569 წელს შაჰ-თამაზმა დიდძალი ჯარი მოაშველა. დამპყრობლებს ქვეყნის ორგული აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მეგზურობდა. ყიზილბაშთა ლაშქარი ფარცხის მოვიდა. სიმონ მეფეც აქ დაუხდა მოძალადეს. მოღალატე ძმის მოძულე მეფემ პირველმა მიიღო ბრძოლა. აი როგორ აღგვიწერს ფარსადან გორგიჯანიძე ფარცხისის ომის დაწყების მომენტს. დავით ყიზილბაშების ლაშქრის სიახლოვეს მოვიდა და გარე შემოსარბევდა. იგი მეფე სვიმონს ეჯავრებოდა და საომრად წინ მიეგება. დაკაიამათა ძახილითა თათართა ლაშქარში გამოერია. შუბით მრავალი თათარი გადმოჰყარა და ქართველნიც მიეტივნეს და შეიქმნა შუბთა ძგერება, ლახტისა და ხმლის ტკაცატკუცი. ზოგნი ქვეითად რკენასა და ჭიდებაში განიყვნენ. მეფეს შუბი გაუთხდა. ომში ვაჟკაცურად შეჭრილი მეფე თანდათან დაშორდა თავის მხედრობას და ყიზილბაშთა ლაშქარში ღრმად შევიდა. სამშობლოს გამყიდველმა კახაბერ ყორღანაშვილმა ომის დროს მცირე გუნდით განმარტოვებული მეფე იცნო და მტერს აცნობა. მეორე აგრეთვე მოღალატე ქართველმა მეფეს შუბი ჰკრა და ცხენიდან გადმოაგდეს. როცა ყიზილბაშებმა მეფე სვიმონი დაქვეითებული ნახეს, ზედ მიეტივნენ და დაატყვევეს იგი. გულადი მეფის დატყვევებამ ქართველთა ლაშქარი გატეხა. ტყვე მეფე ყიზილბაშებმა შაჰ-თამას მიგვარეს. ყაენი სიმონ მეფის გამაჰმადიანებას შეეცადა. ზოგჯერ ქრთამი აძლია და ზოგჯერ კიდევ სასტიკი დასჯით დაემუქრა. მაგრამ საქართველოსათვის თავდადებული მეფე ვერ გატეხა და მტკიცე გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. გაბრაზებულმა ყაენმა ქედმოუხრელი სიმონი წყლობით ალამუთის ციხეში დაამწყდია. ქართველი ხალხი შეუბრალებლად სჯიდა ლაჭრებს, სულმოკლეებსა და მოღალატეებს. კახაბერ ყორღანაშვილს ქართველმა მამულიშვილებმა არ შეარჩინეს ღალატი.
ერთხელ როცა მეწინავე დროშის სარდალი სიმონ მეფის ერთგული საჩინო ბარათაშვილი კოჯრის გზაზე მიდიოდა, გელიყარის ციცაბო კლდის თავზე კახაბერ ყორგანაშვილი შემოეყარა. ბარათაშვილმა შეიპყრო იგი და გელიყარის კლდეზედ გადააგდო. ისტორიკოსის სიტყვით ხალხმა თავისი კმაყოფილების გამოსახატად ეს შემთხვევა ლექსად გამოსთქვა. ყორღანასძე ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა. სიმონ მეფის ქართლში დაბრუნების შემდეგ კი მოღალატის ოჯახსაც იგივე ბედი ეწია. ყორღანაშვილის ცოლი, შვილი და სახლეული შეიპყრეს და იმავე გელიყარის კლდიდან გადააგდეს. სეფიანთა ირანში 1576 წლიდან დიდი არეულობა დაიწყო. ტახტის მემკვიდრეთა შორის ატეხილი დაუსრულებელი ქიშტით და ურთიერთხოცვით ისარგებლა ოსმალეთმა და 1577 წელს ზავი დაარღვია. დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე კიდევ უფრო სასტიკი ომი. შენი და შენი შვილის პიროვნული განვითარებისთვის. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. რა არის ფასკუნჯი? მული აღწერაში. 1578 წლიდან ოსმალთა ჯარის სარდალი მუსტაფა ლალაფაშა საქართველოს დაპყრობას შეუდგა. საქართველო ამჟამადაც საერთოდ ძალით ვერ გამოვიდა სასტიკი მოძალადის წინააღმდეგ. ბევრი ღია ომს უიმედოდ თვლიდა. ზოგმა ნებით ყმობა ირჩია და ყოველწლიური ხარკი იკისრა. მხოლოდ ქართლი და სამცხე საათაბაგო განაგრძობდნენ შეუნელებელ ომს მოძალადის წინააღმდეგ. ოსმალთა მიერ დამარცხებულმა შაჰმა ამ დროს უკვე შაჰ-თამაზის შვილი ყაენობდა 1578 წელს სიმონ მეფე ხანგრძლივი პატიმრობიდან გაათავისუფლა და ოსმალთა წინააღმდეგ საომრად საქართველოში გამოისტუმრა. საქართველოს მოღალატე დაუთ-ხანმა თავის მფარველს ირანის შაჰსაც უღალატა. ხონდქარის ჯარს ქართლის ციხეები ჩააბარა და თვით სტამბოლს გაიქცა. სიმონ მეფის დაბრუნებისას ოსმალებს უკვე ქართლის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები დაეპყროთ. რამდენიმე წლის განმავლობაში სიმონი დაუღალავად ებრძოდა ძლიერ მტერს საქართველოს გულში ოსმალური წესების შემოღების წინააღმდეგ. იგი შეეცადა ოსმალთა მიერ დაპყრობილი ციხეები თანდათან დაებრუნებინა. არაერთ გზის დაამარცხა ოსმალთა ძლიერი მხედრობა თავისი მცირე რიცხოვანი, თავდადებული ლაშქრით. სიმონ მეფის ეს 20 წლიანი თავგანწირული ბრძოლა სავსეა მრავალი გმირული ეპიზოდით, არაერთი მოხერხებული თავდასხმით და ლაშქარ-მრავალ მოძალადეებზე თავგანწირული კვეთებით. აი ერთი ეპიზოდთაგანი ამ მრავალწლოვან ბრძოლიდან. მეფემ ლორე დაიპყრო და თბილისის დაპყრობასაც შეეცადა. ესმა თუ არა ხონდქარ სიმონის წარმატებები დიდი ლაშქარი გამოგზავნა ქართლში თავგასული ქართლის მეფის წინააღმდეგ. ოსმალთა ლაშქარმა ლორე ისევ დაიბრუნა და ხატი სოფელს დაბანაკდა მაშავერის ხეობაში. დამპყრობლებს მეფე სიმონი ხატი სოფლის გამოღმა დაუხდა. მტრის ჭარ ბრძალას მეფემ ხერხი დაუპირისპირა. ელჩი სტანისამოს გადაცმული მეფე ფაშასთან მივიდა ბანაკში. მეყოფა ამდენი ომი ირანის შაჰისათვის. ჩემთვის სულ ერთია თუ ვინ იქნება ჩემი ბატონი, ოსმალთან ბრძანებელი თუ ირანის შაჰი. უფრო კი თქვენთვისაც და ჩემთვისაც შერიგება აჯობებდაო. ფაშამ სიმონ მეფის სახელით ელჩის მიერ წარმოთქმული წინადადება შერიგების შესახებ სიხარულით მიიღო და ელჩს მეფესთან თანხმობა დააბარა. შერიგების მოლოდინში ფაშამ ლაშქრობის თადარიგს თავიანება. სიმონ მეფემ კი ელჩობისას მტრის ძალა და საბრძოლო განლაგება დაზვერა. სწრაფად დაბრუნდა თავის ბანაკში. აყარა ლაშქარი. შეუმჩნევლად ბრნელ ღამეში მოუარა ხატი სოფელს და მოულოდნელად თავს დაესხა ზავის მომლოდინე ოსმალოთა ლაშქარს. გამარჯვება სიმონ მეფესა და მის მხედრობას ერგო. მტერთა უმეტესობა გაწყვიტეს. ზოგი შეიპყრეს და ზოგმა კიდევ გაქცევით უშველა თავს. 1590 წლის ირანისა და ოსმალეთის ზავმა მთელი საქართველო ოსმალთა საკუთრებად ცნო. სიმონი ზავის პირობებს ქართლისათვის სავალდებულოდ არ თვლიდა და დამპყრობელის წინაშე ქედის მოხრას არ ფიქრობდა. ქართლი ფარხმალს არ ყრიდა. ოსმალეთი იძულებული გახდა ბოლოს და ბოლოს ეცნო ქრისტიანი სიმონი ქართლის მეფედ.
ეს იყო შეურიგებელ მოწინააღმდეგეთა მოჩვენებითი შერიგება. ოსმალეთი ქართლში თავისი წესების დამკვიდრებას ცდილობდა. მეფე სიმონი კი მოძალადის წინააღმდეგ ომის ხელახლა გაჩაღებისათვის შესაფერ დროს უცდიდა. 1590 წლიდან 1598 წლამდე ქართველებსა და ოსმალებს შორის დროებით შექმნილი მშვიდობიანობას უფევდა. სიმონ მეფე შეეცადა ამ მდგომარეობით ესარგებლა და იმერეთის სამეფოს შემომტკიცება მოინდომა. ამ მიზნით სამჯერ ილაშქრა იმერეთს, მაგრამ საქართველოს გაერთიანების ცდამ იმავე ოსმალთა წინააღმდეგობის გამო უშედეგოდ ჩაიარა. 1598 წლიდან სიმონ მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ომის განახლების სამზადისს შეუდგა. გორი მათ ებყრათ და ქართლის მეფის შეტევაც აქედან უნდა დაწყებულიყო. გორი შიდა ქართლის გული იყო. ოსმალებს კარგად ესმოდათ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა და ციხე ძლიერ გაემაგრებინათ. მეფემ მტრის მეციხოვნეთა დამორჩილება ხანგრძლივი ალყით სცადა. თავისი ლაშქრით გორს შემოეწყო და ციხეს ყოველ მხრივ გზები შეუკრა. ახლომდებარე სოფლების დარბევით ცდილობდნენ ისინი სურსათის მარაგის შევსებას. ოსმალთა ერთ-ერთ ასეთ მოთარეშე რაზმს 500 რჩეული ვაჟკაცით გოჩა ბატონიშვილი შეებრძოლა და სასტიკად დაამარცხა. ალყამ 9 თვეს გასტანა. მეციხოვნენი ფრთხილობდნენ და მედგრად იცავდნენ გორის ციხეს. 1599 წელს დიდ მარხვაში ქართველებმა ალყა მოხსნეს და ციხეს გაეცალნენ. ოსმალებმა იცოდნენ, რომ ქრისტიანები დიდ მარხვაში ომსა და შუხლს ერიდებიან და სიფხიზლე მოადუნეს. აქაც ხერხმა გაიმარჯვა. სიმონ მეფემ მეციხოვნეთა ამ შეცდომით ისარგებლა და მოულოდნელი თავდასხმისთვის სამზადის შეუდგა. მეფემ გორის ყოფილ მოურავს სულხან თურმანიძეს და ფარსადან ციციშვილს უბრძანა თავიანთ მამულში საჩქაროდ მრავალი კიბე გაეკეთებინათ და ლაშქარი მოემზადებინათ. ნაბრძანები უყოყმანოდ შესრულდა. ყველაფერი მზად იყო თავდასხმისათვის. დროც დაინიშნა, ბნელი ღამე იყო. მეფე ქართლის ლაშქრით დანიშნულ ადგილზე მოვიდა მტკვრისა და ლიახვის შესართავის ბოლოს, ჭალაში. ქართველთა ლაშქარი მუნჯივით ხმა გამოუღებელი ციხეს მიეპარა და კედელზე მიდგმული კიბეებით გადასვლა იწყო. როცა ლაშქრის უმრავლესობა ციხის კედლებზე გადაიპარა, მაშინ გაიგეს ოსმალებმა მოულოდნელად თავზე დატეხილი რისხვის მთელი სისასტიკე. ქართველ მოიერიშეებს მეფის ძმა ვახტანგი და გოჩა ბატონიშვილი უძღობდნენ. ხნედი ბრძოდა ქართველთა ლაშქარი. ბრძოლამ გათენებამდის გასტანა. მტერმა ქართველებით ავსებული ციხე რომ ნახა, ბრძოლა წაგებულად ჩათვალა და იარაღი დაყარა. სიმონ მეფემ გორი დაიბრუნა. აჯანყებული ქართველების ესოდენი წარმატება ოსმალებს გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ ხონთქარმა თავრიზის ბეგლარბეგს ჯაფარ ფაშას აჯანყებულების ლიკვიდაცია დაავალა და მრავალათასიანი ლაშქრით საქართველოსაკენ გამოემგზავრა. მეფე სიმონმა შიდა ქართლის ჯარის შეყრა ბრძანა და მეთაურობა თავის შვილს გიორგის დააკისრა. თვითკი მცირეოდენი ლაშქრით საბარათიანოს გადავიდა მეწინავე დროშის ლაშქრის შესაყრელად. ამასობაში ჯაფარ ფაშა ნახიდურს მოსულიყო და თბილისისაკენ მოიწევდა. დრო არ იცდიდა. მეფემ გადაწყვიტა ხელი შეეშალა მტრის წინსვლისათვის და მცირე ლაშქრით შემაარჩია. საქმე სახიფათო ჩანდა, მაგრამ მამაცობით ამაყი და შეუპოვარი მეფე გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა და უარი ვეღარავინ მოახსენა. ომი ნახიდურს მოხდა. სამშობლოს დაცვის წმინდა საქმისათვის სამსხვერპლოდ გამზადებული ქართველები მტერს თოფის მისაწევზე მიუახლოვდნენ. შეტევის დაწყების ნიშნად მეფემ ცხენი დაძრა და ქართველნი შუბდაგრძელებულნი ცხენებით მიცვივდნენ მტერს. ვითაცა ჩქაფის წვიმა სიტყვის ღვარნი გააპეს რაზმი ურუმთა და გადმოყარეს მრავალნი და გაიარეს შიგა ყველა მთავგამეტებით და ძალმიცემით. ასე აგვიწერს ფარსადან გორგიჯანიძე გადამწყვეტი შეტევის დასაწყისს. თითო ქართველი განაგრძობს იგი 4-5 ურუმს აგდებდა ცხენიდან. თვით მეფემ კი მტრის არაერთი დროშა მოშალა და გადაქელა.
ოსმალთა ლაშქრის სიმრავლე და შეიარაღების უპირატესობა აშკარად ჩანდა. ისტორიკოსის სიტყვით 10 დღის თავგანწირული ბრძოლაც კი არ იქნებოდა საკმარისი მათ ამოსაწყვეტად. ქართველთა რაზმი კი შეთხელდა და 5 საათიანი განუწყვეტელი ბრძოლით მოიქანცა. თანამოლაშქრეებმა სიმონ მეფე ძლივს დაარწმუნეს უკან დახევის აუცილებლობაში. იგი იზოლებული გახდა, ბრძოლით უკუქცეულიყო. უკან მიმავალ მეფეს ფარცხისის ახლოს ვიწრო გზიდან ცხენის საფლობში ჩაუვარდა. ტალახში ჩაფლულ მეფეს ოსმალო მდევრებიც წამოეწივნენ. მრავალი ქართველი მებრძოლი შეაკვდა მტერს მეფის გამოსახსნელად. მხლებლებს შემოცლილი 5 საათიანი მძიმე ომგადატანილი მეფე მშვილს კიდევ მარჯვე ზიდებოდა და მტერს ახლო არ იკარებდა. ოსმალთა სამსახურში მყოფმა მოღალატე ფეოდალმა ბარათაშვილმა იცნო სიმონ მეფე და ოსმალებს უბრძანა არესროლად მისთვის. შექმნილი მდგომარეობა ოსმალთა სარდალს აცნობეს. ჯაფარ-ფაშამ ბრძანა ცოცხლად დაატყვევონ სიმონიო, მაგრამ ვერ გაჭრა ბარათაშვილის ვერც სულმდაბლურმა მუქარამ და ვერც ტკბილმა სიტყვებმა. მეფე არ ნებდებოდა. მან მამის მზე დაიფიცა, რომ ცოცხლად თვით ჯაფარ-ფაშის მეც არავის ჩაბარდებოდა. მეფის სურვილი სარდალს მოახსენეს. ისიც მოვიდა. საფლობი გაჭრეს და მეფე გამოიყვანეს. ოსმალთა სარდალი მას დიდი პატივით მიეგება. გამარჯვებული ოსმალები სწრაფად აიყარნენ და ტყვე მეფითურთ ბრძოლის ველს გაშორდნენ. მამის დატყვევების სამწუხარო ამბავი გიორგი ბატონიშვილმა გორში გაიგო. იგი ცხენკვეთილი ლაშქრით სწრაფად გაემართა მამის დასახსნელად, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ოსმალთა ლაშქარი წინა დღით აყრილიყო და საქართველოს საზღვრებს გაცლოდა. დატყვევებული მეფე ჯაფარ-ფაშამ 1600 პირველ წელს ზაფხულს სტამბოლს გაგზავნა. მასთან ერთად გამარჯვებულმა სარდალმა ხონთქარს სხვა ძღვენიც აახლა. ომში დახოცილ ქართველ მამულიშვილთა თავების საპალნეები, რომელშიც სიმონ მეფის ერთგული ძმის თავი წერია. ოსმალეთის წინააღმდეგ 20 წლის განმავლობაში თავდადებით მებრძოლი ქართლის მეფის დატყვევება ხონთქარისათვის დიდი გამარჯვება იყო. მან ბრძანება გასცა სიმონ მეფის დატყვევების აღსანიშნავად ოსმალეთის დიდ ქალაქებში 3 დღეს ზეიმი გაემართათ. ტყვეობაში მყოფ მეფეს დიდი წყალობა შეაძლია ხონთქარმა. ოღონდ ქართველ მეფეს თავის ხელმწიფედ ეცნო ეს მოძალადე და ქართლზე ოსმალთა ბეგარა დაედო. მაგრამ ქართველი ხალხისთვის დაუღალავმა მეომარმა ხონთქარის მუხანათური წინადადება უარყო და მისი სულმდაბლური წყალობაც ზიზღით უკუაგდო. საპასუხოდ ოსმალთა სასტიკმა მბრძანებელმა უტეხი გმირი ედიყულეს ყრუციხეში სამუდამოდ გამოკეტა. ამაოდ ცდილობდნენ ქართველები დაეხსნათ მეფე. ხონთქარმა უამრავი ქრთამი აიღო და სიმონ მეფის შვილიშვილიც მძევლად დაიტოვა, მაგრამ სიმონი კი არ გაათავისუფლა. ედიყულეს ციხის ყრუ კედლებში გაცივდა გმირის მგზნებარე გული. ასე შეეწირა ქართველობა სიმონ მეფე. ასე იბრძოდა ქართველი ხალხი მე-16 საუკუნეში ირანელ და ოსმალ დამყრობლების წინააღმდეგ. ბევრმა ჩვენმა მეზობელმა ვერ გაუძლო მოზღვავებულ მოძალადეებს და დამყრობელთ დაემონა. დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, კულტურა, ენა, არაერთი ხალხი საბოლოოდ გადააშენა აგრესორთა ძალამ. ქართველმა ხალხმა კი შეინარჩუნა თავისი ეროვნული დამოუკიდებლობა და ღირსება. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი სიმონ მეფეზე. ასევე შეგახსენებთ, რომ თუ ჯერ არ გაქვთ კარდუს არხი გამოწერილი, აუცილებლად ახლავე გამოიწერეთ. თქვენი მხრიდან ეს დიდი მხარდაჭერა იქნება და ამით ჩვენც უფრო მეტ საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეც, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.